პიკასოს 200-მდე ნამუშევარია ჩამოტანილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ფერმწერის თითქმის მთელ ცხოვრებას მოიცავს 1901-დან 1972 წლის ჩათვლით. ანა ბალდასარი აღნიშნული გამოფენის კურატორია. ის აგრეთვე პარიზის პიკასოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი გახლავთ. სწორედ ამ მუზეუმში ბინადრობდნენ აქამდე ეს შედევრები. პარიზში 5000-მდე ნამუშევარი გვაქვს. აქ ჩვენ მათი მცირე ნაწილი, 200-მდე ნამუშევარი ჩამოვიტანეთ. თუმცა აღნიშნული კოლექცია ისე დიდაქტიკურადაა შერჩეული, რომ ისინი არაჩვეულებრივი თანმიმდევრობით გადმოგცემენ იმას, რასაც ჩვენ პიკასოს პროცესს უწოდებთ, ანუ ფერმწერის შემოქმედებითი განვითარების გზას. ეს თავად პიკასოს კერძო კოლექციაა. ალექს ნარჯისი ვირჯინიის ხელოვნების მუზეუმის დირექტორია და გამოფენას მასპინძლობს. მთელი ცხოვრების მანძილზე ის ინახავდა და უვლიდა მათ საუკეთესოებს საუკეთესოთა შორის, რომლებიც მას უყვარდა. ან რაიმე ნიშნით ძვირფასი იყო პიკასოსთვის. კოლექცია პიკასოს შემოქმედების ყველა პერიოდს ასახავს. აქ იხილავთ როგორც მის ფერწერულ ნამუშევრებს, ასევე მატრიქსულ სკულპტურას, გრაფიკულ ჩანახატებს თუ დასრულებულ ტილოებს, როგორც მის შეუდარებელ ცისფერი პერიოდის, ასევე კუბიზმის არაჩვეულებრივ შედევრებს. პიკასო ნამდვილი შემოქმედი იყო. პიკასო თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ნოვატორია. ის რაც მე-20 საუკუნის ხელოვნებაში ხდებოდა და რაც 21 საუკუნის ფერწერაში ჯერ კიდევ მოხდება, ამა თუ იმ სახით სათავეს სწორედ პიკასოსგან იღებს. პიკასოს შთაგონების წყარო მხოლოდ ევროპული ხელოვნება როდი იყო. ამაში უთუოდ დარწმუნდებით, თუ კი მუზეუმს ეწვევით და აფრიკულ გალერეასაც შეავლებთ თვალს. პიკასო არ არის მხოლოდ დასავლური კულტურის ნაწილი. გაგაოცებთ ის ფაქტი, რომ ხელოვანი სკულპტურული ნამუშევრები კომპოზიციურად აფრიკულ ტრადიციებთან ასოცირდება. ასე რომ ვირჯინიის ხელოვნების მუზეუმში დღეს დიდი აურზაურია. პიკასოს აღნიშნული კოლექციის საერთაშორისო ტურნე საკმაოდ იშვიათი მოვლენა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. საერთაშორისო გამოფენა ხელოვნების ისტორიაში შევა. ვირჯინიის ქალაქ რიჩმონდში ჩამოსული გამოფენა დამთვალიერებლებს სწორედ იმ ნამუშევრებს თავაზობს, რომლებიც თავად პიკასოსთვის იყო გამორჩეულად საყვარელი. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.